16 აგვისტოს ალიასკაზე შეხვდნენ პუტინი და ტრამპი. არც ეს ადგილი იყო შემთხვევით შერჩეული და არც თვითონ შეხვედრა იყო მხოლოდ ორი ლიდერის სურვილი. რუსეთი ალიასკაში მოლაპარაკების მაგიდასთან აღმოჩნდა რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ფაქტორის გამო, რომლებიც მის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პოზიციებს სერიოზულად ასუსტებს. რუსეთზე უმძიმესი ეკონომიკური ზეწოლა ხორციელდება. ამერიკა და მისი მოკავშირეები აძლიერებენ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს, განსაკუთრებით ენერგეტიკულ სექტორზე. Doing very severe tariffs if we don't have a deal in 50 days. Tariffs at about 100%. You'd call them secondary tariffs. You know what that means. ნავთობის და გაზის ექსპორტზე ახალი სანქციების დაწესების პერსპექტივა, ისევე როგორც ამერიკის მაღალი ტარიფები, კრიტიკულ ზეგავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე, რომლის 40% ნავთობზეა დამოკიდებული. ამიტომ მისი მთავარი შემოსავლის წყარო პირდაპირ საფრთხის ქვეშ დადგა. სანქციები შეეხო იმ ქვეყნებსაც, რომლებიც რუსეთისგან ყიდულობენ ნავთობს ან გაზს. შესაბამისად, რუსეთის ძირითადი მყიდველები ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი განიცდიან გლობალურ ეკონომიკურ ზეწოლას და ვაჭრობის ახალ რთულ პირობებთან შეგუება უჭირთ. ეკონომიკურ ზეწოლას ზემოდან ემატება რუსეთის გეოპოლიტიკურ იზოლაციაში მოქცევის მცდელობა კავკასიაში. აზერბაიჯანის და სომხეთის დასავლეთთან დაახლოება რუსეთის გავლენას რეგიონში ამცირებს. ალიევის და ფაშინიანის ვაშინგტონში ვიზიტი ადასტურებს, რომ ამერიკა და ევროკავშირი უფრო აქტიურ როლს იძენენ რეგიონში, რასაც ემატება თურქეთის მზარდი გავლენა. I didn't really want to do anything that would in any way overshadow. I don't think it can be overshadowed when you're at war and so many people have suffered and so many people have been killed and now you're going to have great peace. ამ ფონზე ზანგეზურის დერეფნის გახსნის გეგმა, რომელიც აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სატრანსპორტო კავშირებს აძლიერებს, რუსეთს, როგორც რეგიონის ტრადიციულ მედიატორს, თამაშგარე პოზიციაში ტოვებს. ეს პროცესები თურქეთ-აზერბაიჯანული კავშირების გაძლიერებასთან ერთად რუსეთის სტრატეგიულ პოზიციებს ასუსტებს და ზრდის იზოლაციის რისკს. თუ რუსეთი მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება, ის შეიძლება სრულიად გამოეთიშოს რეგიონალურ პროცესებს, რაც მისი გეოპოლიტიკური პოზიციების დათმობას ნიშნავს. ამავდროულად სამხრეთ კავკასიაში მის საზღვრებთან ნატოს და მისი წევრი თურქეთის გავლენის გაძლიერება რუსეთისთვის მიუღებელია. თუმცა, ფაშინიანი ვაშინგტონში ვიზიტის მერე ეგრევე პუტინთან გავიდა კონტაქტზე, რაც არა კულისებს მიღმა, არამედ ოფიციალური სატელეფონო საუბრით მოხდა. შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ მოსკოვს მოლაპარაკებებში ჩართვა მოუწევს. სომხეთისთვის რუსეთის სრულ იგნორირება სტრატეგიულად სახიფათო იქნებოდა, რადგან მოსკოვს ჯერ კიდევ გააჩნია მნიშვნელოვანი ბერკეტები რეგიონზე ზემოქმედებისთვის. Под контролем российских миротворцев, но, к сожалению, незаконно заблокирован. მაგალითად, რუსეთის 100-მეორე სამხედრო ბაზა გიუმრში, რომელიც რუსეთის სამხედრო გავლენის მთავარი დასაყრდენია სომხეთში. ამასთან რუსული უშიშროების სამსახური FSB აკონტროლებს სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-ირანის საზღვრებს, რაც რუსეთს რეგიონში გადამწყვეტ ბერკეტებს აძლევს. ზანგეზურის დერეფანი 99 წლით რომ არ გადაცემოდა ამერიკულ კომპანიას, დერეფნის პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სატრანსპორტო მარშრუტის კონტროლი სავარაუდოდ კვლავ რუსეთის ხელში აღმოჩნდებოდა. რაც მის გავლენას კიდევ უფრო გააძლიერებდა, მაგრამ ამერიკის ჩარევის შემდეგ განსხვავებული რეალობაა შექმნილი რეგიონში. ფაშინიანის ზარმა რუსეთს შესაძლებლობა მისცა ოფიციალური პასუხი გასცეს და აჩვენოს, რომ ის კვლავ ძველებურად მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომლის გარეშეც რეგიონალური პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია. ეს მას აძლევს პლატფორმას, რომ გააძლიეროს გავლენა და აღიდგინოს თავისი, როგორც მედიატორის როლი, თუნდაც დასავლურ ძალებთან თანამშრომლობის გზით. ყველა პრობლემა ძალიან ხშირ შემთხვევაში საბოლოოდ ენერგორესურსებზე და სატრანსპორტო კორიდორებზე გავლენის სფეროების გადანაწილებას უკავშირდება. არსებობს ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია OPEC, რომლის ოფიციალური მიზანი ნავთობწარმოებელი ქვეყნების ინტერესების დაცვა და ბაზრის სტაბილიზაციაა. არ გაგიკვირდება და ის ხშირად პოლიტიკური იარაღი ხდება ხოლმე გიგანტი ქვეყნებისთვის. ისინი იყენებენ OPEC-ას, რომ დასაჯონ ურჩი ქვეყნები, ან მთლიანად ჩამოშალონ მათი ეკონომიკა. OPEC ადგენს ნავთობის წარმოების კვოტებს ქვეყნებისთვის და არეგულირებს, რომელი ქვეყანა რამდენს აწარმოებს, რომ შეინარჩუნოს ფასების სტაბილურობა ბაზარზე.
წევრი ქვეყნები თანხმდებიან წარმოების რაოდენობაზე, ხოლო OPEC+-ის წევრებს მათ შეიძლება შეუდგენონ გარკვეული შეთავაზებები, მაგრამ მათ არ აქვთ ვალდებულებები. ძირითადი წევრების მოგება ნაწილდება ქვეყნის შიდა ბიუჯეტში, მონაწილეობის პროპორციულად. OPEC+-ში წევრებს შორის კი არ არსებობს შემოსავლის განაწილების მექანიზმი. თითოეული ქვეყანა თავად იტოვებს საკუთარ მოგებას. ანუ ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად მათია. სწორედ ამიტომ არ არის რუსეთი ამ გაერთიანების წევრი, რაც მას ლავირების საშუალებას აძლევს. თუმცა OPEC+-ის გადაწყვეტილებები, მაგალითად წარმოების გაზრდა ან შემცირება, გავლენას ახდენს ნავთობის ფასებზე და იწვევს შემოსავლების ცვალებადობას არაწევრებისთვისაც. OPEC-ში ყველაზე დიდი ნავთობწარმოებელი საუდის არაბეთი ასრულებს swing producer-ის როლს, არეგულირებს წარმოებას, რომ დააბალანსოს ბაზარი. Together, they provide about 35% of the global oil supply, with Saudi Arabia pumping the most. მისი წილი OPEC+-ის საერთო წარმოებაში დაახლოებით 30%-ს შეადგენს. OPEC+-ი შეიქმნა 2016 წელს, რომელიც არის OPEC-ას გაფართოებული ვერსია. გაწევრიადნენ არაწევრი ქვეყნებიც, მათ შორის რუსეთი, რაც ამ ორგანიზაციის გადაწყვეტილებებს კიდევ უფრო დიდ გავლენას ანიჭებს გლობალურ ბაზარზე. საუდის არაბეთი, როგორც ლიდერი, აკონტროლებს წარმოების დონეს და ამით არაპირდაპირ განსაზღვრავს სხვა ქვეყნების შემოსავლებსაც. Investors to further exploit Saudi Arabia's oil riches. OPEC-ას ძირითადი საექსპორტო ბაზრები აზიაშია, განსაკუთრებით ჩინეთი 203 მილიარდი და ინდოეთი 124 მილიარდი, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზაციის ეკონომიკური გავლენა ძლიერდება აზიურ ბაზრებზე, რაც დასავლეთისა და რუსეთის ინტერესების შეჯახების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. OPEC-ას წევრი ქვეყნებია ალჟირი, ანგოლა, კონგო, ეკვატორული გვინეა, გაბონი, ირანი, ერაყი, ქუვეითი, ლიბია, ნიგერია, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ვენესუელა. საუდის არაბეთი, როგორც უკვე ვთქვით, მათ შორის ყველაზე დიდი მწარმოებელია. ვენესუელას ექსპორტი 3 მილიარდი დოლარით გაიზარდა, ხოლო ირანის 1-ით. თუმცა ეს მონაცემები არ ითვალისწინებენ ფასდაკლებებს, რომლებიც დასანქცირებული ირანი და ვენესუელას თავაზობდნენ სანქცირებული ნედლი ნავთობის მყიდველებს. სწორედ სანქციების გამო არ ექვემდებარებიან ეს ორი ქვეყანა OPEC+-ის წარმოების მიზნებს და ორივემ გაზარდა ნედლი ნავთობის წარმოება 2024 წელს. 2022 წელს ყველა წევრმა ქვეყანამ ძალიან დიდი მოგება ნახა. აქედან იწყება მონაცემების ნელ-ნელა შემცირება. 2026 წლისთვის ამ რიცხვის 133 მილიარდამდე დაცემა ამოსალოდნელი საუდის არაბეთისთვის და ეს ტენდენცია თითქმის ყველა წევრ ქვეყანაში შეინიშნება. ნავთობის გამოყენება პოლიტიკური ზეწოლის ერაღად არ არის ახალი მოვლენა. ისტორია სავსეა მაგალითებით, რომლებიც გუჩვენებს თუ როგორ შეიძლება ამ ეკონომიკურმა ბერკეტმა შეცვალოს ქვეყნების ძალთა ბალანსი. On October 6, 1973, Israelis celebrating the holiday of Yom Kippur are shocked by news of a mass two-front attack in the Sinai and Golan Heights. 1973 წლის ნავთობის ემბარგო ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია. იום კიპურის ომის დროს, როდესაც ამერიკამ და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა ისრაელს სამხედრო დახმარება გაუწიეს, არაბულმა ქვეყნებმა, რომლებიც ნავთობის ექსპორტიორ ორგანიზაციის წევრები იყვნენ, ნავთობზე ემბარგო დაუწესეს ისრაელის მოკავშირეებს. მათ ასევე შეამცირეს ნავთობის მოპოვება, რამაც ფასების მკვეთრი ზრდა და დასავლეთის ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ამ მოვლენამ დასავლური სახელმწიფოები აიძულა გადაეხედათ თავიანთი საგარეო პოლიტიკისთვის ახლო აღმოსავლეთში და დაამტკიცა, რომ ენერგო რესურსები შეიძლება გამოიყენონ როგორც ძლიერი პოლიტიკური იარაღი. მსგავსი სტრატეგია გამოიყენეს 80-იან წლებშიც, როდესაც ამერიკამ და საუდის არაბეთმა ნავთობზე დამოკიდებული საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გაზარდეს ნავთობის მოცულობა ბაზარზე, რამაც ფასები მკვეთრად დააგდო. ნავთობის ფასების დაცემამ სერიოზული ეკონომიკური ზიანი მიაყენა საბჭოთა კავშირს. საბოლოოდ ეს ფაქტორი გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. ენერგორესურსების პოლიტიკური იარაღად გამოყენების თანამედროვე მაგალითია ვენესუელა, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველია ნავთობის მარაგებით, 300 მილიარდი ბარელი. ტრამპმა სანქციები დაუწესა ვენესუელის ნავთობის სექტორს, რომ დაესუსტებინა ნიკოლას მადუროს რეჟიმი. სანქციებმა ვენესუელის ეკონომიკას უმძიმესი დარტყმა მიაყენა, რამაც ჰიპერინფლაცია და სურსათის და მედიკამენტების დეფიციტი გამოიწვია. It's leading to a situation which appears to be creating the conditions. We have Venezuela acting up. თუმცა სულ ახლახანს ვენესუელას ემბარგო მოუხსნეს და ისეთი მწარმოებელი კომპანია შევიდა, როგორიც არის შევრონი და ExxonMobil. ExxonMobil ნავთობმომარაგებელ კომპანიებს შორის მეორე ადგილზეა ჩინეთის მერე. არქტიკაში აქციების 30%-ის მფლობელია და 2 წლის წინ მისმა შემოსავალმა $345 მილიარდ მიაღწია. In the Arctic Ocean, where we will need to build man-made islands to hold our drilling rigs. It will clearly take more than one company's efforts to solve our energy problems, but Exxon is helping to solve some of them because energy is our business.
სხვადასხვა ExxonMobil უკვე კავკასიაში შემოვიდა. 7 აგვისტოს ალიოვმა ხელი მოაწერა შეთანხმებას სტივ ვოდკოპთან, ანუ SOCAR-სა და ExxonMobil-ს შორის. ასევე საინტერესოა, რომ ExxonMobil-ის რუსეთში დაბრუნების საკითხმა ტრამპი პუტინის პირისპირ შეხვედრაზეც გაიჟღერა. რაც სანქციების შემცუბუქების პაკეტში შეიძლება მოიაზრებოდეს. კომპანია რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ აღარ ოპერირებს რუსეთში. ნავთობზე გეოპოლიტიკური თამაშები დღესაც გრძელდება. 2022 წელს, როდესაც ამერიკამ ოპეკას თხოვა ნავთობის მომპოვების გაზრდა, რომ ფასები დაეგდოთ და რუსეთისთვის შემოსავალი შეემცირებინათ, ოპეკამ ეს მოთხოვნა პოლიტიზირებულად შეაფასა და უარი თქვა. ამის sapasუხოდ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საუდის არაბეთს მუქარი შემცველი წერილები გაუგზავნა. I'm not going to get into what I'd consider and what I have in mind, but there will be consequences. Nord Stream-ის აფეთქებაც 22 წლის სექტემბერში ამ გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილია. The attack on the Nord Stream pipelines. Was it an attack on Germany? ეს დივერსია უშუალოდ უკავშირდება გეოპოლიტიკურ ბრძოლას ნავთობსა და გაზზე, რომლის საბოლოო მიზანი რუსეთის ეკონომიკური ბერკეტების შესუსტება იყო და არა მარტო. ამ მოვლენამ პირდაპირ გავლენა მოახდინა ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და რუსეთის შესაძლებლობაზე, რომ გამოეყენებინა ენერგორესურსები, როგორც პოლიტიკური იარაღი. Nord Stream 1 და Nord Stream 2, როგორც რუსეთის გაზის მიწოდების ძირითადი არტერიები ევროპაში განადგურდა. რამაც ფაქტობრივად გამორიცხა რუსეთის შესაძლებლობა სწრაფად აღედგინა ენერგორესურსების ექსპორტი ევროპაში, როცა ამის საშუალება მიეცემოდა. ამის გამო ევროპამ იზოლებით გადაინაცვლა ალტერნატიულ წყაროებზე, მაგალითად ამერიკა, კატარი და აზერბაიჯანი. და ერთადერთი ძირითადი ალტერნატივა აღმოჩნდა თხევადი ბუნებრივი აირი, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ გაზის ტრანსპორტირება იქაც შესაძლებელი ყოფილიყო, სადაც მილსადენების გაყვანა შეუძლებელია. აირის -162 ცელსიუსზე გაცივებისას ის თხევადდება და მოცულობაში 600-ჯერ მცირდება, რაც დიდ მანძილზე ტრანსპორტირებას აადვილებს. აფეთქებამ რუსეთის ეკონომიკური ბერკეტები შეასუსტა. რუსეთის შემოსავლები მკვეთრად შემცირდა. Nord Stream-ის გარეშე რუსეთმა დაკარგა ბაზრის დიდი ნაწილი. რუსეთის უსწრაფესი რეაქცია იყო ახალი შავი ხვრელების ძებნა, რომ ევროპელებისთვის ენერგორესურსების მიწოდება შეენარჩუნებინა და სანქციებისთვისაც თავი აერიდებინა. რუსეთმა დაიწყო თხევადი ბუნებრივი აირის სახით გაყიდვა ჩინეთზე, ინდოეთზე და აზიის სხვა ქვეყნებზე. თუმცა ეს ნაკლებად მომგებიანი იყო, ვიდრე მილსადენით ევროპაში მიწოდება. We see the rise of what's called the shadow fleet. ამ მიზნით რუსეთმა გამოიყენა ჩრდილოვანი ფლოტი, ნავთობის გადაზიდვისთვის სანქციების მოსათხოვებლად. Shadow fleet, dark fleet, ghost fleet. Sinister synonyms for decrepit vessels with questionable. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ჩინეთმა და ინდოეთმა. მიუხედავად ამერიკის სანქციების დაწესების მუქარის, ინდოეთმა დაიწყო რუსული ენერგორესურსების შეღავათიან ფასად შეძენა. თან შეიმუშავა ეფექტური სქემა, რის ფარგლებშიც რუსეთისგან შეძენილი ნედლი ნავთობი საკუთარ ქარხნებში გადაამუშავა, რომლის მშენებლობაში ჩინეთი აქტიურად იყო ჩართული. შემდეგ მზა პროდუქტი მეორეულ ბაზარზე, მათ შორის ევროპაშიც, რეექსპორტზე გაიტანა. ამ ეგრეთ წოდებულმა ნაცრისფერმა ბაზარმა რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდების და შემოსავლების შენარჩუნების საშუალება მისცა. Banning all imports of Russian oil and gas and energy. რომ დაუბრუნდეთ Nord Stream-ს ოფიციალური ვერსია თუ ვინა აფეთქა ის არ არსებობს, მაგრამ არსებობს რამდენიმე ძირითადი ვარაუდი. NATO, რომელიც დაინტერესებული იყო ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების სრულ გაწყვეტაში და ამერიკული LNG-ს, ანუ თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის გაზრდაში. ზოგიერთი თეორია ამ აფეთქებას უკრაინას ან მის მხარდამჭერ ძალებს უკავშირებს. რამდენიმე დღის წინ იტალიაში უკრაინელი კაცი დააკავეს ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენების აფეთქებაში მონაწილეობისთვის. არსებობს კონსპირაციული თეორიაც, რომლის მიხედვითაც რუსეთმა თავად დააფეთქა მილები, რომ ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი გაეღრმავებინა. თუმცა ცოტა უცნაური თეორიაა. თავისივე მილები რატომ უნდა აფეთქოს, როცა გადაკეტვა შეუძლია? ან ომში მყოფი ფინანსურ დარტყმას რატომ უნდა აყენებდეს საკუთარ თავს? როგორც არ უნდა იყოს, საფეთქებამ გერმანია და ევროპა უფრო მეტად დააზარალა ვიდრე რუსეთი. გერმანია, რომელიც Nord Stream-ზე იყო დამოკიდებული იმპორტირებული გაზის 55%-ით, იძულებული გახდა გადასულიყო მაღალფასიან თხევად ბუნებრივ აირზე ამერიკისგან, რამაც ქვეყნის ეკონომიკამ მთლიანად ჩამოშალა. გაზარდა ფასები როგორც სამრეწველო, ისე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე. ქიმიურმა მრეწველობამ წარმოება შეამცირა, ან ჩინეთში და ამერიკაში გადაიტანა. შედეგად, გერმანია 2023 წელს ტექნიკურ რეცესიაში წავიდა. და არა მარტო გერმანია.
ენერგორესურსებზე ფასების ზრდა მთელ ევროპაში ინფლაცია და მოხმარების დაცემა გამოიწვია. ძიმერეწულობა გადავიდა ამერიკაში, სადაც ენერგია უფრო იაფი იყო. ამრიგად ევროპაში გაიზარდა ამერიკიდან მოწოდებულ ძვირადღირებულ თხევად ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება, რითაც ამერიკა ევროპის ენერგეტიკული მომარაგების მთავარი მოთამაშე გახდა. 2023 წელს ამერიკის თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპაში 60%-ით გაიზარდა. პარალელურ რეჟიმში ჩრდილოვანი ფლოტის გამოყენებამ რუსეთს შესაძლებლობა მისცა ნავთობის ექსპორტის შენარჩუნების. დასავლეთს დიდად არ გაუპროტესტებია აფეთქების ამბავი, რადგან ეს რუსეთ-უკრაინის ომის ნაწილად წარმოადგენს, როგორც კოლექტიური თავდაცვის აქტი. გერმანიის მთავრობამ შოლცის ხელმძღვანელობით არ გაბედა ამერიკასთან კონფლიქტის დაწყება. ოფიციალური ბერლინი მხოლოდ იმას ამტკიცებდა, რომ ვიღაცამ ააფეთქა მილები, მაგრამ აქტიური გამოძიების მოთხოვნა არ წამოუყენებია. ენერგეტიკული ბრძოლები უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ უშუალო მონაწილეებზე, არამედ მთელ მსოფლიო ეკონომიკაზე. ამის ნათელი მაგალითია ევროპა, რომელიც ცდილობს რუსული ნავთობის გარეშე ცხოვრებას. 2022 წელს ნავთობის ფასი 40%-ით გაიზარდა. ძვირი ნავთობის მიუხედავად ევროპა მაინც სხვა გზები ნახა და დაიწყო თითქმის ორჯერ უფრო ძვირი ნავთობის ყიდვა ამერიკისგან, რითაც მისი ენერგოდამოკიდებულება რუსეთიდან ამერიკაზე გადავიდა. მაგრამ ყველა ამერიკულზე არ გადასულა. თურქეთი აგრძელებს რუსული ნავთობის ყიდვას მიუხედავად ამერიკის ზეწოლისა. პრეზიდენტმა ერდოღანმა 2023 წელს თქვა: ჩვენ არავის მოусმენთ, თუ ეს ჩვენთვის ცუდია. ფასების ზრდის გავლენა საქართველოზე კიდევ უფრო მძაფრია, რადგან ჩვენ თითქმის მთლიანად იმპორტზე ვართ დამოკიდებულები. ჩვენი ნავთობის მარაგების რაოდენობა 40 მილიონ ბარელამდეა, რაც მსოფლიო მასშტაბით უმნიშვნელოა. როცა ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 80-დან $95 გაიზარდა, საქართველოში ბენზინის ფასმა 3.2-დან 3.8 ლარამდე აიწია. შედეგად ცხოვრების ღირებულება გაიზარდა, რაც უარყოფითად აისახა პურზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც კი. მოკლედ, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია OPEC, რომელიც წესით ბაზრის სტაბილიზაციისთვის და წევრი ქვეყნების ინტერესების დასაცავად შეიქმნა, დიდმა სახელმწიფოებმა საკუთარ იარაღად აქციეს. ამ დიდი პოლიტიკური თამაშის მსხვერპლი ჩვენნაირი ქვეყნები ხდებიან. ნავთობის ფასების ნებისმიერი ცვლილება იქნება ეს დიდი სახელმწიფოების საიდუმლო შეთანხმების შედეგი, თუ OPEC-ის ფორმალური გადაწყვეტილება პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე, ინფლაციაზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ერთი მხრივ ის ცდილობს შეინარჩუნოს დამოუკიდებელი ეკონომიკური პოზიცია. მეორე მხრივ კი მსხვილი მოთამაშეების გავლენის ქვეშ ექცევა და ხდება მათი იარაღი. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც საქართველოს დაუცველს ხდის გლობალური ენერგეტიკული ბრძოლის წინაშე.